მოგესალმებით, მეგობრებო. ძალიან საინტერესო ივენთი მაქვს თქვენთვის მომზადებული. 1 დეკემბერს 13 საათზე გვექნება საჯარო ლექცია, სხვათაშორის რეალურ სივრცეში. ასევე ონლაინაც იქნება ლექცია. მე და ვლადიმერ ბენაიძემ გადავწყვიტეთ ერთობლივი ტრენინგი შემოგვეთავაზებინა თქვენთვის. ორივე ერთად წავიყვანთ ძალიან საინტერესო ლექცია, ტრენინგს რატო ვეძახი, იმიტომ რომ ჯერ იქნება თეორიული ნაწილი, ვლადიმერ ბენაიძე იცით რომ ეს არის ბიოენერგეტიკოსი, ძალიან ბევრი რეგალიები აქვს სხვათაშორის, იმდენად აქვს დამთავრებული, იმდენი დიპლომი აქვს, რომ ვერ დავიმახსოვრე ბოლომდე, მაგრამ რაც თავარია, წლები 10 წელია ვლადიმერ ბენაიძესთან ერთად მუშაობ, სულ თუ რამე პრობლემები მქონდა, მასთან ერთად ვიკვლევდი რას იქითა სამყაროში რა ხდება ვლადიმერ ბენაიძესთან ბიოენერგეტიკულად ძალიან კარგად შეიძლება მისი კვლევების რაღაცნაირად გაზიარება. იმიტომ რომ მაგალითად რა არის წყევლა, რა არის ჯადო, რა არის თვალი, აი ამ თემებზე მუშაობს ეს ადამიანი 40 წელია დაახლოებით. პროფესიონალურ დონეზე კიევში აქვს დამთავრებული სხვადასხვა მიმართულებები ბიოენერგეტიკის და ერთადერთი გვყავს ეს ადამიანი, მე რომელსაც ვენდობი მართლა, იმიტომ რომ წლების განმავლობაში გამოცდილი მაქვს, რასაც იკვლევდა ხოლმე მე წიგნებში მქონდა ეგ წაკითხული სხვადასხვა კუთხით, რომელიც მას შეიძლება არ ქონოდა იმ მომენტში, ანუ ეზოთერული მიმდინარეობით და ვლადიმერი არის ეზოთერული ქრისტიანობის განხრით, ისე რომ ვთქვათ. და ძალიან საინტერესო კვლევები აქვს. აი ძალიან რამდენიმეჯერ ვეცადე თქვენთვის ვიდეოები შემომეთავაზებინა მისი, მაგრამ ახლა გვექნება საჯარო შეხვედრა. და ამ შეხვედრაზე ჩვენ გავივლით როგორც თეორიას, ისე პრაქტიკას, ის გაჩვენებთ, ჯერ მოყვება თემას, როგორ მუშაობს წყევლას, რომ ამბობთ თვალი, სისუსტე ენერგიის, საგვარეულო წყევლა, საგვარეულო პრობლემები, ნათესაური კავშირები ბიოენერგეტიკულ ინფორმაციულ დონეზე როგორ ხდება და მეც ვეცდები მასთან ერთად რომ სტრუქტურულად ერთად ავხსნათ ეს ყველაფერი და ასევე დემონსტრირებასაც მოახდენს ვლადიმერი თვითონ მოწვეულ ადამიანებზე, ვინც იქნებიან დარბაზში, რამოდენიმესთან ექნება დემონსტრირება როგორ მუშაობს წყევლა, თვალი, როგორ მუშაობს ენერგოველი. ძალიან საინტერესო ლექცია იქნება მართლა, ვისაც გაინტერესებთ ეს ყველაფერი, აბსოლუტურად სხვა სამყაროდან შემოგახედებთ ვლადიმერი ამ ყველაფერს, რომ ერთი არის პოპულისტურ ეზოთერიკაში რაც წერია და მეორე არის ცოტა სხვანაირად როგორ მუშაობს ეს ყველაფერი, ხო? და ძალიან მინდა უკვე აუდიტორიას გაგაცნოთ ვლადიმერი ღიად, ესე უკვე რეალურად და მინდა რომ ეს ადამიანი იყოს მისაწვდომი ქართული საზოგადოების იმ ნაწილისთვის, რომელთვისაც ესეთი თემები არის ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან საინტერესო, ვინც იკვლევს ამ თემებს და უბრალოდ ცნობის მოყვარეობით აინტერესებს მაგალითად და ონლაინ სივრცეშიც იქნება ეს, რა თქმა უნდა, ჩართვა Facebook-ი, Google Meet-ის საშუალებით და რეალურ სივრცეში ძალიან ესეთი ყუდრო გარემო მაქვს შერჩეული თქვენთვის, სადაც ხაშურის ჩემი ასტროსკოლის ტრენინგები მაქვს ხოლმე პერიოდულად, ესე ჩემთვის უკვე შინაურული გარემო არის და ივენთი ყველაფერი Facebook-ზეც და Instagram-ზეც მიდევს, ვისაც დაგაინტერესებთ და შეგიძლიათ მოხვიდეთ და ყველაზე მთავარი რაც არის პლუს კიდევ რომ იმის გარდა რომ ვლადიმერ ბენაიძეს გაგაცნობთ და მის ძალიან ბევრი წლების შრომას გაგიზიარებთ და წიგნიც აქვს ძალიან საინტერესო ეზოთერული ქრისტიანობიდან ბიოენერგეტიკული განხრით დაწერილი. აი ასევე მე მექნება თქვენთვის ძალიან საინტერესო ლექცია მომზადებული. სხვადასხვა ამ თემაზე უფრო დახურულ ისეთ გარემოში ვსაუბრობდი ხოლმე ჩემოსწავლებთან ასტრო აკადემიის ასტროსკოლის, ესე რომ ვთქვათ. და მინდა გაგიზიაროთ რა არის ჰიპნოთერაპია, რა არის ფსიქოთერაპია ასტროლოგიის, კარმული ასტროლოგიის გამოყენებით. ის ერთად როგორ მუშაობს ჰიპნოთერაპია, რეგრესული ჰიპნოზი, რა კვლევები მქონდა ფსიქოთერაპიებშიც, რა კვლევები მქონდა, რომელიც ასტროლოგიასთან მივყავდი სულ, ხო? და ძალიან ბევრი წლების გამოცდილება მაქვს და მინდა გავაზიარო ეს ყველაფერი, რა კვლევები დამიგროვდა და როგორ ხედავდი ჰიპნოზზე, თქვათ რა ხდებოდა ადამიანებში, კარმა როგორ მუშაობს, რა გავიგე ამ ყველაფრისგან. მე უფრო პრაქტიკოსი ვარ, ვიდრე თეორეტიკოსი, როცა ახლა თეორიას წავიკითხავდი, მე აუცილებლად პრაქტიკაში
გავდიოდი ამ ყველაფერს, რომ მენახა რამდენად ესე იყო და აი ეს ჩემი პირადი გამოცდილებები მინდა შემოგთავაზოთ და ძალიან საინტერესო ლექცია მაქვს ამისთვის მომზადებული. ასე რომ გელოდებით მეგობრებო, ახლა მეტი ესეთი კარგი ლექცია მაინც აღარ ჩატარდება და გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა. და დაესწარით, რჩევა იქნება და ბევრად უფრო სხვანაირად დაინახოთ მე ამ სფეროებს. იქით კარმული, ეზოთერული ასტროლოგია და ჰიპნოთერაპია და ფსიქოლოგია ერთად როგორ მუშაობს ერთი სისტემით. და აუცილებლად უნდა ვისაუბრო ასევე უკვე წარმოსახვის თერაპიებზე და ენერგეტიკულ თერაპიებზე. ისიც როგორ მუშაობს, ხო, ამ ყველაფერთან ერთად წარმოსახვის გულისხმობ, როცა მაგალითად თუნდაც მე, როდესაც მუშაობდი ხოლმე ადამიანებთან, როდესაც კარმულ ნეგატიურ ასპექტზე ვსაუბრობთ, რომ ვიყენებთ უფრო ენერგეტიკულ კავშირს იმ ენერგიებთან და აი უფრო სიღრმისეულად მუშაობთ როგორც ცნობიერად ფსიქოლოგიურად, ასევე ენერგეტიკულად და აი ამ ჩემ გამოცდილებებსაც გაგიზიარებთ და ასევე ვლადიმერი გაგიზიარებთ თავის გამოცდილებებს. ეს თითქოს ერთიანი სისტემა არის, თუმცა ის მისი სფერო არის და მე უბრალოდ დამატებით სხვა თვალსახედვა მომცა ვლადიმერმა კიდევ დამატებით სხვა არეალი და მე რამდენიმე სისტემას ერთად ვიყენებ ხოლმე ერთმანეთთან ვიყენებ, იმიტომ რომ ეს არ არის რომ მხოლოდ ერთი რაღაც მუშაობთ, ეს ყველაფერი ერთად მუშაობს მეგობრებო და ეს მინდა გაგიზიაროთ და გელოდებით 1 დეკემბერს ყველაფერი სად იქნება, როგორ იქნება, YouTube-ზეც იქნება ჩამონათვალში ჩაშლით ხოლმე უბრალოდ ვიდეოს და იქ მთელი ხშირად წერენ ხოლმე პირად რუკაზე, როგორ მოგმართოთო, როგორ დაგიკავშირდეთო, ყველა ჩემი კონტაქტი წერია ყოველი ვიდეოს ქვეშ ჩაშლით. დააჭერთ იქ მიმოხილვას და მთლიანად გააჩვენებთ ჩემ კონტაქტებს, ჩემ Facebook-ს და ყველანაირ კონტაქტებს. ასევე ამ ვიდეოშიც ყველაფერი ფასებზე ძალიან მინიმალური ფასი აქვს იმისთვის, რომ უფრო საქველმოქმედო ის კონდეს ამ ლექციას, ვიდრე რაღაც სხვა კომერციული ისა ვთქვათ აქცენტი იყოს ამაზე. ამიტომ ყველაფერი იქნება ამ ვიდეოს ქვეშ და გელოდებით და დროებით მაშინ